დღეს ძალიან გემრიელი ისპანახის ბლინები უნდა მოვამზადოთ. ერთხელ მაინც თუ მოამზადებ, ძალიან ხშირად მოგიწევს მომზადება, რადგან შენი საყვარელი ბლინები გახდება. დღეს ამ ბლინებს მე ქათმის სალათით მოვამზადებ. არ მითხრათ ეხლა რომ ქათმის სალათას ისევ მოხარშული ფილეთი ამზადებთ. ეს წარსულს ჩაბარდა, ისეთი ქათმის ფილეს რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. თავის თავათაც რომ სუფრაზე მიიტანთ, იმდენად წვნიანი და გემრიელია. ამ ფილეთით უქათმის სალათას მოამზადებთ, ორჯერ გემრიელია. პირველ რიგში ვამზადეთ ბლინებს, ეს ბლინები შეგიძლიათ მაცივარშიც შეინახოთ და რამოდენიმე დღის მერე მოამზადოთ. 100 გრამ ისპანახის ფოთლებს დავამატე 10 გრამი ოხრახუში. უხეში ღეროები არ გამოიყენოთ. დავამატოთ 2 ცალი კვერცხი, 30 მილილიტრი ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ცოტა შაქარიც. დავასხათ 450 მილილიტრი რძე. დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, კარგად უნდა დავაკუცმაცოთ. ამიტომ უხეში ღეროები არ უნდა გამოვიყენოთ და ისპანახისას რაც უფრო მუქ ფოთლებს ავიღებთ, უფრო მუქი ცომი გვექნება. ვამატებ 200 გრამ ფქვილს. ფქვილი აუცილებლად დავაცრათ ან წინასწარ გავცრათ. მორევით ფქვილი შეურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადავაკრათ ცელოფანი და დავასვენოთ 10 წუთით. მაცივარში შევდგათ ან გრილ ადგილას დავდგათ. ცომი საშუალოდ ასეთი სისქისა უნდა იყოს, ეს ფქვილზეც არის დამოკიდებული, ამიტომ სუფრის კოვზობით ცოტა შეგიძლიათ გაათხელოთ. დავასხათ 1 ჩამჩა გაცხელებულ ტაფაზე. გვაქვს დაბალი ცეცხლი, ბლინი კი არ უნდა გამოწყვეს, უნდა გაშრეს, აი ესე შრებასავით, ცალმხარეს რო კარგად გამოშრება და ზემოდანაც გამოშრება, ამოვატრიალოთ. აი ესე ძალიან ადვილად ტრიალდება. გვაქვს ძალიან დაბალ ცეცხლზე, არ უნდა შეიწვას და არ უნდა გაყავისფრდეს. ცომი არის ცოტა ღია ფერისა და ბლინი უფრო კაი კაშკაშა მწვანე ხდება. მეორე მხარესაც ცოტა ხანი ვტოვებთ და გადმოგვაქვს თეფშზე. ასე ვაცხობთ ყველა ბლინს, ტაფაზე ცხიმს არ ვიყენებთ, მხოლოდ თუ ძალიან ახალი ტაფა გაქვთ და გამოუცდელია, ზეთიანი ქაღალდი მოუსვით და ისე დაასხით პირველი ბლინი. მერე აღარ დაჭირდება, ესე მშრალად გამოაცხობთ. უფრო სწორედ გამოაშრობთ. ცხობის შუაში მე 1-2 სუფრის კოვზი წყლით გავათხელე მასა, ასე იცის ცომმა შესქელება ხოლმე და ცოტა წყლით გათხელება სჭირდება. მაქვს 20 სანტიმეტრიანი ტაფა, ეს არის საუკეთესო ზომა ბლინებისთვის. ზუსტად რამდენი ბლინი გამოვა ვერ გეტყვით, ცოტა დაასხით და თხელი ბლინები გამოაცხეთ, აუცილებლად 18-20 ცალი გამოვა. აი ესეთი სასწაული ბლინები გამოდის, თავისთავადაც ძალიან გემრიელია, გადაусმევ კარაქს, კრემყველს, ნებისმიერი ჯეხვეულთან ან შემწვარ კვერცხთან ყოველდღიურად შეგიძლიათ მიირთვათ. მაცივარში მშვენივრად ინახება. არ არის აუცილებელი რამე სუფრას დაელოდოთ, რომ ისპანახის ბლინები მოამზადოთ, ყოველდღიურობაში თქვენი საუზმისთვის არის საუკეთესო. ეს რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ თქვენის გამოგადგებად. დღეს მე ეს ბლინები ქათმის სალათით მოვამზადე. პარალელურად გაგიზიარეთ, როგორ შევწვათ ქათმის ფილე, რომ ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოვიდეს. გამზადებული ფილე დავსეროთ ასე რომბებივით, ბოლომდე არ ჩავჭრათ. სანამ მიამასავჭით, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ. გემოვნებით მოვაყაროთ მარილი, პილპილი, პაპრიკა. ორივე მხარეს ვაყრით. ამოვავლოთ ფქვილში შესაწვავად. მანამდე უკვე ტაფაზე ვასხამთ ზეთს, გავაცხელოთ, მოვათავსოთ ტაფაზე ჩვენი ფქვილში ამოვლებული ფილეები. ცოტა შევაწითლოთ ერთ მხარეს და ამოვატრიალოთ. მე 2 ფილე კიდე დავამატე. ვწვავთ საშუალო ცეცხლზე და დროდადრო ვატრიალებთ. შევაწითლოთ მსუბუქად, დავამატე კარაქი. ზემოდანაც გადავუსვათ ეს კარაქი. აქ დავამატე 2-3 დაჭყლეტილი ნიორი, რომლის გადაღებაც რატომღაც გამოტოვა. როდესაც ვამატებთ ნიორს, ზემოდან დაამატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი ან თაფლი.
დავამატოთ 2 სუფრის კოვზი სოიოს соуსი, 2 სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი. გავაგრძელოთ ჩაშუშვა დაბალ ცეცხლზე, სანამ წვენი არ შესქელდება. თან დროდადრო ამოვატრიალოთ, ზემოდანაც მოვასხათ ეს წვენი. გადმოვიტანოთ, ზემოდან თავისივე წვენი მოვასხათ, რომ შეიწოვოს. ეს ფილე თავისთავად შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრაზე, ძალიან წვნიანი და გემრიელი ფილეა, ეს არის საუკეთესო რეცეპტი ფილეს შესაწვავად. ამ ფილეთი დღეს მე ქათმის სალათას მოვამზადებ, რომ ისპანახის ბლინებში გავახვიო. გამოდის ძალიან გემრიელი ქათმის სალათა, თუმცა ამ რეცეპტს სხვა ვიდეოში გაგიზიარებთ, ეხლა მოკლედ მოგიყვებით. შემწვარი ქათმის ფილე დავჭერი წვრილად დავჭერი ასევე ტკბილი წითელი ბულგარული წიწაკა. შეგიძლიათ მწვანეც მიაყოლოთ, რაოდენობა განსაზღვრეთ იმის მიხედვით, რამდენი გაქვთ ქათმის ფილე. მოვათავსე თასში, დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა. დავამატოთ მაიონეზი გემოვნებით, სუნელები აქვს ქათმის ფილეს, შეგიძლიათ თქვენ დაამატოთ რამე სუნელი თქვენი გემოვნებით. მარილი პილპილი თუ აკლია დაამატეთ, დამიჯერეთ, ასეთი მინიმალისტური ქათმის ფილე ყველაზე გემრიელია. ბლინებში შეგიძლიათ გადაახვიოთ ნებისმიერი სალათა, ასევე ხორცის შიგთავსი ან სოკოს შიგთავსი, გამოდის საუკეთესო. ბლინის შუაგულში მოვათავსოთ ქათმის სალათა და მივცემთ განსაკუთრებულ ფორმას. აი ესე მოვაგროვოთ ხინკალივით, ოღონდ ხინკალი არ არის ეს და შევკრათ ხახვის ფოჩით. ფოჩი გავყავი რამოდენიმე ნაწილად და მოუკარი თავი. აი გამოვიდა ესეთი ბუკეტი, ძალიან ლამაზია, ესენი რომ იცოდეთ, სილამაზისთვის არ არის ისეთი გემრიელია, ერთიც არ დარჩა. შესაკრავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ოხრახუშის ღეროები, ან ნებისმიერი მწვანილის წვრილი ღერო, ან დაკαπჩონებული დაწნული ყველი ძაფივით დაშალოთ და იმით შეკრათ. ასევე გავახვევთ ქათმის სალათას ბლინებში. მოვათავსოთ ქათმის სალათა ბლინზე და გადავახვიოთ ისე, რომ გვერდები არ ამოუკეცოთ. სუფრაზე მიტანის წინ ესენი უნდა დავჭრათ ორად. აი ასე. ბლინებში გავახვევ ქათმის ფილესაც, გადავუსვათ კრემყველი, შეგიძლიათ კარაქი ან მაიონეზიც გადაუსვათ. შეგიძლიათ აჯიკა გადაუსვათ, თქვენი გემოვნებით გააფორმეთ და ზემოდან მოვათავსე ქათმის ფილეს ნაჭრები. შეგიძლიათ აქ თევზეული მოათავსოთ ან რამე ძეხვეული და ესე გადავახვიოთ. ნაპირებს არ უკეცავთ, დავჭრით შუაზე. სუფრაზე მიტანის წინ უნდა დავჭრათ, დავალაგოთ სუფრაზე. რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავალაგოთ სალათის ფურცლებზე და გვერდით მოულაგოთ პომიდორი ჩერი, ზეთის ხილი ან ნებისმიერი მწნილეული. ყველით შეგვიძლია. სანამ მე ამ ყველაფერს გიყვებით, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. აი ნახეთ, რა სასწაული თებში მოვამზადეთ, ძალიან გემრიელია და ძალიან ეფექტური სუფრაზე. ეს რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ, კომენტარებში ველოდებით თქვენ გამოხმაურებას, მოგეწონათ თუ არა რეცეპტი. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.